ამ კაცს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კაზინოს თაღლით უწოდებენ. თითქმის 20 წლის განმავლობაში ის სლოტ აპარატების სისტემების მოტყუებას ახერხებდა და მსოფლიოს სხვადასხვა კაზინოში ძარცვის საქმეებს აწყობდა. ლას-ვეგასში მისი პირველი თაღლითობის დროს მან დაახლოებით $10,000 მოიპოვა. მის არსენალში შედიოდა სხვადასხვა თვითნაკეთი მოწყობილობა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მისი მეთოდებიც იხვეწებოდა. მოგვიანებით ის სხვა თაღლით ბალსამოსთან გაერთიანდა და ერთად ლას-ვეგასის კაზინოებიდან მილიონობით $. მოიპარეს. მიუხედავად იმისა, რომ ლას-ვეგასში ორჯერ და ატლანტიკ სიტიში ერთხელ დააკავეს, მისი სახელი კიდევ უფრო ცნობილი გახდა. საბოლოოდ მას ამერიკის ყველაზე ძებნილ კაზინოს თაღლით უწოდებდნენ და კაზინოებში სამუდამოდ შესვლა აეკრძალა. ტომი გლენ კარმაიკლი 1950 წლის 5 ივლისს ოკლაჰომაში დაიბადა. ბავშვობიდან ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპები აინტერესებდა. 1980-იან წლებში ტულსაში ტელევიზორების შეკეთებისა და გაყიდვის მაღაზია გახსნა, რომელსაც Ace TV Sales and Service ერქვა. თავიდან ბიზნესი წარმატებული იყო, თუმცა დროთა განმავლობაში კონკურენცია გაიზარდა და შემოსავალმა ციკლო. ამას მისი პირადი პრობლემებიც დაემატა. მესამე განქორწინება და წარსულში ნარკოტიკების ფლობის გამო დაკისრებული საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო. მიუხედავად ყველაფრისა, მისი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა, როცა ძველი მეგობარი რეი მინგი დახმარების შეთავაზებით მივიდა. მან კარმაიკლს მანქანის საბარგულის გახსნას თხოვა. შიგ პატარა სლოტ აპარატი და თაღლითებისთვის განკუთვნილი სპეციალური ხელსაწყოი. კარმაიკლმა აპარატი დაშალა და მისი მუშაობის პრინციპი შეისწავლა. მაშინდელი სლოტები უკვე ელექტრონული სისტემით მუშაობდა. ჯეკპოტის გასაცემად ელექტრულ წრეში კონკრეტული კავშირის შექმნა იყო საჭირო. კარმაიკლმა სწორედ ამ სიზუსტის გამოყენება ისწავლა. მისი მოწყობილობა მარტივი, მაგრამ ეფექტური იყო. მოხრილი გიტარის სიმის ნაწილი აპარატის ქვედა ნაწილში შეჰქონდა და ელექტრონულ დაფასთან აკავშირებდა. მეორე მეტალის ნაწილს კი მონეტის ჩასაგდებ ადგილას ათავსებდა. ასე ის ელექტრულ წრეს ხელოვნურად ასრულებდა და აპარატს ჯეკპოტის გაცემას აიძულებდა. კარმაიკლი პერიოდულად ტულსადან ლას-ვეგასში მიდიოდა. იქ რამდენიმე თვე კაზინოებს ატყუებდა და შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. მისი მაღაზიის შემოსავალი კი თანდათან მცირდებოდა. საბოლოოდ მაღაზია საერთოდ დაიხურა და პროფესიონალ თაღლითად იქცა. თავდაპირველად პატარა მონეტიან აპარატებზე ცდიდა მეთოდს. ერთ-ერთი პირველი მცდელობისას სულ რამდენიმე წუთში $35 მოიგო. მოგვიანებით უფრო დიდ აპარატზე გადავიდა და მისი თქმით, ლას-ვეგასში თაღლითობის პირველივე კვირაში $10,000-ზე მეტი იშოვა. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ დაახლოებით 20 წლის განმავლობაში კარმაიკლი კაზინოებიდან დიდი რაოდენობით ფულს იღებდა და შენარჩუნებას ახერხებდა. მაგრამ ტექნოლოგია სწრაფად იცვლებოდა. ლას-ვეგასის კაზინოებმა ძველი ტიპის სლოტ აპარატების ნაცვლად კომპიუტერული ეკრანებითა და უფრო რთული მიკროჩიპებით აღჭურვილი აპარატები დააყენეს. გიტარის სიმის მსგავსი მარტივი ხრიკები უკვე აღარ მუშაობდა. კარმაიკლი კი დანებებას არ აპირებდა. ის ახალი იდეების მოფიქრებასა და ახალი მეთოდების გამოცდას შეუდგა. ახლა მისი მთავარი მიზანი მხოლოდ კაზინოების მოტყუება აღარ იყო. მას მუდმივად ცვალება ტექნოლოგიებთან ფეხის აწყობა და სისტემის ახალი სიზუსტეების აღმოჩენა სჭირდებოდა. კარმაიკლი უკვე ერთგვარ ლეგენდად იქცა, მაგრამ კაზინოებმა მისი მეთოდები საბოლოოდ გაშიფრეს და აპარატები შემთხვევითი RNG რიცხვების გენერატორით აღჭურვეს. ახალი სისტემები მისი ძველი ხრიკებისთვის ზედმეტად რთული აღმოჩნდა, ამიტომ მან უფრო პატარა სათამაშო დაწესებულებებზე გადაინაცვლა, სადაც ტექნოლოგია ნაკლებად განვითარებული იყო, თუმცა ამ გადაწყვეტილებით პოლიციამ მისი აღმოჩენა უფრო მარტივად შეძლო. სამართალდამცავები თითქმის ერთი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და იცოდნენ, რომ რაღაც უკანონოს აკეთებდა. ერთ დღეს კარმაიკლი დისნეის ავტოსადგომზე ყავას სვამდა. როცა პოლიციელები მოულოდნელად რესტორანში შევიდნენ და მისი ძებნა დაიწყეს. ჭხრეკისას ჯიბეში ტოპ-ბოტომ ჯოინტი აღმოუჩინეს. კარმაიკლი ამტკიცებდა, რომ ეს უბრალოდ ავტომობილის შესაკეთებელი ხელსაწყო იყო, თუმცა მისი წარსული ნარკოტიკებთან და სხვა მცირე სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეები მის წინააღმდეგ გამოიყენეს. საბოლოოდ ამ თაღლითობისთვის 1985 წელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში ყოფნისას მან მაიკლ პალამო გაიცნო, რომელიც მსგავსი მიზეზით იხდიდა სასჯელს. ორივე ფიქრობდა, როგორ გაერთიანებულიყვნენ და გათავისუფლების შემდეგ კაზინოების მოტყუება თავიდან დაეწყოთ. მაგრამ ციხიდან გამოსვლისას მათ აღმოაჩინეს, რომ ძველი მეთოდები უკვე აღარ მუშაობდა. სლოტ აპარატები კიდევ უფრო დახვეწილი გამხდარიყო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ახალი ტიპის აპარატი, ვიდეო პოკერი, რომელიც ბელისა და International Game Technologies მიერ შეიქმნა.
მას უფრო მოწინავე შემთხვევითი რიცხვების გენერატორები და მიკროპროცესორები ჰქონდა, რაც კაზინოებისთვის დიდი ტექნოლოგიური წინსვლა იყო. Carmichael-ს მისი მოტყუება სურდა, მაგრამ ამისთვის საკუთარი აპარატი სჭირდებოდა და ფული არ ჰქონდა. რამდენიმე დაბალ ანაზღაურებად სამსახურში დაიწყო მუშაობა. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში აგროვდა ფულს და ბოლოს ვიდეო პოკერის აპარატი იყიდა. შემდეგ თითქმის 1 წელი მის მუშაობას სწავლობდა და სხვადასხვა მეთოდს ცდიდა. საბოლოოდ შექმნა ახალი მოწყობილობა, რომელსაც მაიმუნის თათი Monkey's Paw უწოდა. ის გიტარის მავთულსა და მოქნილი ზამბარის ფოლადისგან იყო დამზადებული. აპარატის მონეტების გამოსასვლელში მოთავსებისას მოწყობილობა შიდა ჩამთვლს აქტიურებდა და აპარატს მონეტების გაცემას აიძულებდა. Carmichael-მა გადაწყვიტა ახალი მოწყობილობა რეალურ კაზინოში გამოეცადა. ვიდეო პოკერის აპარატთან მივიდა, მაიმუნის თათი შიგნით მოათავსა და ჩამთველი გააქტიურა. მონეტებმა გამოსვლა დაიწყო, ხრიკვა იმუშავა. თუმცა კაზინოებს მისი წარმატება დიდხანს არ გამოხმარვია თვალიდან. მაიმუნის თათი გარკვეული პერიოდის განმავლობაში Carmichael-ის მთავარი იარაღი გახდა და დიდი თანხის მოპოვებაში ეხმარებოდა, მაგრამ კაზინოები მუდმივად აუმჯობესებდნენ უსაფრთხოებას. ამიტომ მან ისევ ახალი გეგმა შეიმუშავა. თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ახალი სლოტ აპარატების შეძენით იყო დაინტერესებული. კაზინოს თანამშრომელს თხოვა ერთ-ერთი აპარატი გაიხსნა და მისთვის მუშაობის პრინციპი აეხსნა. ასე მან საჭირო ინფორმაცია მიიღო და ახალი მოწყობილობის შექმნა შეძლო. შემდეგ Carmichael-მა ახალი იარაღი შექმნა, სინათლის ჯოხი. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სლოტ აპარატებიც რთულდებოდა, მაგრამ ამ მოწყობილობით ის მათ მაინც ატყუებდა და აპარატს მაშინაც კი აძლევდა თანხის გაცემის საშუალებას, როცა მოგება რეალურად შეუძლებელიც კი იყო. Carmichael-ის საკუთარი გამოგონებებს მხოლოდ თავისთვის არ ინახავდა. მან სინათლის ჯოხების გაყიდვა სხვა ლას-ვეგასის თაღლითებისთვისაც დაიწყო. თითოეულის დამზადება დაახლოებით $3 უჯდებოდა, მაგრამ $10,000 ყიდდა. ამ გზით მისი გამოგონებები კიდევ უფრო დიდ ფულად იქცა. მოგვიანებით იმდენი ფული ჰქონდა, რომ ლას-ვეგას დროებით გაეცელა და კარიბის ზღვის საკრუიზო გემებზე დაიწყო თამაში. თავის მოწყობილობების გამოყენებით დაახლოებით 6 თვის განმავლობაში თითქმის $100,000 მოიგო. ნევადაში დაბრუნების შემდეგ Carmichael რამონ დეივიდ პერეირასა და ძველ პარტნიორ მაიკ ბალამოს შეუერთდა. მათ უფრო დიდი თაღლითური გუნდის შექმნა გადაწყვიტეს და სხვა გამოცდილი კაზინოს თაღლითებიც დაიმარეს. გუნდი საკმაოდ ორგანიზებულად მუშაობდა. ზოგი უშუალოდ აპარატებს ატყუებდა, ზოგი მეთვალყურეობდა, სხვები კი უსაფრთხოების თანამშრომლებს აკვირდებოდნენ და კამერებს ეფარებოდნენ, რათა თაღლითობა ვერ დაეფიქსირებინათ. მათი შემოსავალი დღეში დაახლოებით $5 მილიონ აღწევდა. ისინი ლას-ვეგასის სტრიპის თითქმის ყველა კაზინოს სტუმრობდნენ და ზოგჯერ ატლანტიკ სიტიშიც გადადიოდნენ. ამ პერიოდში Carmichael-მა ერთ-ერთი კაზინოს სტრიპტიზიორ ლიზა ლაქსონთან დაიწყო ურთიერთობა, თუმცა ბალამოსთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა. რამდენიმე თვის წარმატებული თაღლითობის შემდეგ ის დააკავეს და მისი სპეციალური მოწყობილობა FBI-ს გადასცეს. გამომძიებლებმა მისი სატელეფონო ჩანაწერების შემოწმეს და იქ ტომი Carmichael-ის ლას-ვეგასის ნომერი არაერთხელ აღმოაჩინეს. ამის შემდეგ ნევადას სათამაშო კონტროლის საბჭომ FBI-ს შეუერთდა და Carmichael-ის ტელეფონის მოსვენას შეუდგა. თავად Carmichael კი ვერ ხვდებოდა, რომ სამართალდამცავები უკვე მის კვალზე იყვნენ. ამ დროს ის ახალ პრობლემებთან იბრძოდა. სლოტ აპარატების მწარმოებლებმა მისი ძველი მეთოდები უკვე იცოდნენ და ახალი ტიპის ticket in ticket out-ის აპარატები შემოიღეს. ახლა მოგებისას მონეტების ნაცვლად მოთამაშე ქვითარს იღებდა და თანხას შემდეგ ძალკე ანახდებდა. ამ ცვლილებამ სინათლის ჯოხი უსარგებლო გახადა, რადგან აპარატები მონეტებს აღარ ყრიდნენ. ამიტომ Carmichael-მა ასეთი აპარატი თავად იყიდა და მისი მუშაობის შესწავლა დაიწყო. ძველ მარტივ სლოტებზე მუშაობას შეჩვეული Carmichael ახლა გაცილებით რთულ ელექტრონულ სისტემებთან ცდილობდა ბრძოლას, მაგრამ დანებებას არ აპირებდა და ახალი მოწყობილობა შექმნა, რომელსაც ენა დაარქვა The Tongue. ახალი აპარატები ჩასმულ მონეტებს 3 სინათლის საშუალებით იფლიდნენ. Carmichael-მა აღმოაჩინა, რომ ამ ოპტიკური სისტემის მოტყუება შეიძლებოდა. მონეტა 3 სინათლეს ერთმანეთის მიყურებით გადიოდა, ხოლო მისი მოწყობილობა შუა სინათლის წინ და უკან მოძრაობდა. ამ გზით ის სენსორს ატყუებდა და აპარატს ჩარიცხული თანხის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. კიდევ ერთხელ Carmichael-მა კაზინოს ტექნოლოგიაში არსებული პატარა ხარვეზი აღმოაჩინა და მისივე წინააღმდეგ გამოიყენა. ენის მოწყობილობით Carmichael აპარატს ატყუებდა ისე, რომ სულ რაღაც წამზე ნაკლებ დროში აპარატს ეგონა თითქოს უამრავი მონეტა იყო ჩაყრილი. შუა სინათლის სწრაფი ციმციმით აპარატი მას $100 სათამაშო კრედიტს ურიცხავდა. Carmichael-თვის თითქოს კაზინოს საიდუმლო კოდის აღმოჩენას ჰყავდა. რამდენჯერაც ხერხს იმეორებდა, იმდენჯერ მეც იგებდა. თუმცა კაზინოებში თაღლითების წარმატება სამუდამოდ არ გრძელდება. უსაფრთხოების სისტემები უმჯობესდება და Carmichael-ის აღმოჩენა სულ უფრო ახლოს იყო რეალობასთან.
საბოლოოდ მისი იყვალი ამოიწურა. 1996 წელს კარმაიკლმა და მისმა გუნდმა ლას-ვეგასის Circus-ში მორიგი თაღლითობის განხორციელება გადაწყვიტეს. მათ არ იცოდნენ, რომ კაზინო უკვე საქმის კურსში იყო. სანამ ერთ-ერთ აპარატს ატყუებდნენ, დაცვის თანამშრომლები მივიდნენ და დააკავეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა ახალი კამერები, რომლებიც კარმაიკლისთვის უცნობი იყო. მათ იმ ადგილების დანახვაც შეეძლოთ, რომლებსაც გუნდი ძველი კამერებისგან ბლოკავდა. ტექნოლოგიამ საბოლოოდ ის უპირატესობა წაართვა, რომლებითაც წლების განმავლობაში კაზინოებს ატყუებდა. მას თაღლითური მოწყობილობის დამზადებისა და ფლობის ბრალდებები წაუყენეს, თუმცა მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა და 24 საათზე ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. მაგრამ სამართლებრივი პრობლემები ამით არ დასრულებულა. ის კვლავ დააკავეს 1998 წელს, შემდეგ კი 1999 წელს. 2000 წელს საქმე კიდევ უფრო სერიოზულად შემოbrunდა. კარმაიკლი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ფართომასშტაბიან თაღლითურ სქემაში მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნიეს. მას 326 დღით პატიმრობა, შემდეგ კი 3 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. ამ პერიოდის განმავლობაში კაზინოებთან მიახლოება წაიგრძელა, თუმცა კარმაიკლის ისტორია აქ არ დასრულებულა. წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა მან უკვე კაზინოების დასაცავად გამოიყენა. მან საკუთარი გამოცდილება უსაფრთხოების სპეციალისტებს გაუზიარა და კონსულტანტად დაიწყო მუშაობა, რათა კაზინოებს თაღლითების აღმოჩენასა და მათი მეთოდების თავიდან აცილებაში დახმარებოდა. კარმაიკლი ნევადას სათამაშო კომისიასთან თანამშრომლობდა და სლოტ აპარატებისთვის თაღლითობის საწინააღმდეგო მოწყობილობის შექმნაში ჩაერთო. 2003 წელს მისი ყველაზე წარმატებული გამოგონება სახელად The Protector შეიქმნა. მოწყობილობა, რომელიც თაღლითური ხელსაწყოების გამოყენებას ხელს უშლიდა. თუმცა, ნევადას გენერალური პროკურორის მოადგილე ჯენიფერ კარვალიომ აღნიშნა, რომ კარმაიკლის მიერ შექმნილი ანტითაღლითური მოწყობილობა საჭიროების შემთხვევაში ისევ შეიძლებოდა თაღლითობისთვის გადაეკეთებინა. მისი წარსულის გამო, ნევადის სათამაშო კომისიამ კარმაიკლი შტატის ეგრეთ წოდებულ შავ წიგნში შეიყვანა და ნევადის ყველა კაზინოში შესვლა სამუდამოდ აუგრძელა. კარმაიკლი კი ამბობდა, რომ შეცვლილი იყო და სლოტებს აღარასდროს მოატყუებდა. თუმცა ამავე დროს აღიარებდა, რომ სურვილის შემთხვევაში მათი დამარცხება ჯერ კიდევ ძალიან მარტივად შეეძლო. ასე დასრულდა მისი გზა, კაცის, რომელმაც თითქმის 200 წლეულის განმავლობაში კაზინოების სისტემის სისუსტეები თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ბოლოს იგივე ცოდნა მათ გაუზიარა. წარსულში კაზინოების მოტყუებაში ზედმეტად წარმატებულობას თავისი პასი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ კარმაიკლი ამბობდა შეცვლილი ვარო, კაზინოები რისკზე წასვლას აღარ აპირებდნენ. მისი გამოცდილება და შესაძლებლობები მათში მაინც ეჭვს იწვევდა და საბოლოოდ იმ ადგილებში შესვლა აეკრძალა, სადაც ოდესღაც აპარატებს ატყუებდა. თუმცა მისი ისტორია მხოლოდ დანაშაულსა და სასჯელზე არ შეჩერებულა. კარმაიკლის შემთხვევამ კაზინოებს აიძულა თაღლითობის წინააღმდეგ დაცვის სისტემები გაემჯობესებინათ. მისი ცხოვრება კი ერთდროულად იქცა როგორც გამომგონებლის, ისე წესების დარღვევის შედეგების მაგალითად. მისი ისტორია აჩვენებს მუდმივ ბრძოლას კაზინოებსა და მათ შორის, ვინც სისტემის მოტყუებას ცდილობს. როგორც კი თაღლითები ახალ ხრიგს იგონებენ, კაზინოების ტექნოლოგიებს აუმჯობესებენ და საფასუხო ზომებს იღებენ. ტომი გლენ კარმაიკლი 2019 წლის 1 თებერვალს ოკლაჰომის შტატში ქალაქ ტულსაში 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამით დასრულდა მისი საკმაოდ უჩვეულო ცხოვრების ისტორია. კაცის, რომელმაც სლოტ აპარატების მოტყუებით დაიწყო. წლების განმავლობაში კაზინოებს მილიონებს აკარგინებდა, საბოლოოდ კი თავისი ცოდნა თავად კაზინოების დასაცავად გამოიყენა.